მოკლედ დღეს დავბრუნდები კლავი კრისტიანით, კონკრეტულად ბლონდ ამბერით, რომელიც ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, ბევრის აზრითაც საუკეთესო სუნამოა კონკრეტულად ამ ბრენდისგან, ზოგის აზრით მსოფლიოში საუკეთესო, ასე ნებისმიერ სუნამოზე გამიჭირდება ასე თქმა, რომ მსოფლიოში საუკეთესო, იმიტომ რომ იმდენი კარგი სუნამო არსებობს, ესე ვერ დავიწყებთ, უბრალოდ ადგილების მინიჭებას, რა ვიცი, ტოპ 10-ში, ან 20-ში უფრო ადვილად არის შესაყვანი, ვიდრე ეს ტოპ პირველ ადგილზე რო გავიყვანოთ. ძალიან მოწონებადია, ძალიან ძვირიანია სამწუხაროდ და აქვს ძალიან ბევრი დუპები შექმნილი და რა თქმა უნდა ფეიკებიც. სამწუხაროდ რამდენიც, რაც მირჩიეს და დავტესტე უბრალოდ ინტერესის დონეზე, არანაირად არც ერთმა დუპმა მიმსგავსებულიც შეიძლება რაღაცით გაავს ახლა მიმართულებით გურმანული რაღაცა თამბაქო ეს, მაგრამ ვერ, თანხაზეც არ არის უკვე ლაპარაკი, რაც არ უნდა ისიც რომ ძვირი ღირდეს ახლა და სულ 1000 ევრო დაადო ფასი, არ გავს ახლა სუნამო, შეიძლება ვიღაცას ის უფრო მოეწონოს ის დუპი და ფეიკი. მაგრამ ასეთი ჟღერადობა არც ერთს არ ქონია ყოველ შემთხვევაში. არ ვეძებ ახლა რაიმე ალტერნატივას ყოველ შემთხვევაში ამის შემცვლელს, არ ვარ ზოგადად მაგის მომხრე, მაგრამ ისედაც რო ვთქვათ, არის ასევე Imagination-ზე იყო ადრე, ვეძებდი რაღაც ზარას დუპი ყოფილა, რაღაც მივედი დავტესტე და საერთოდ Imagination საერთოდ არ გავდა, უფრო სხვა სუნამოს მივამსგავსებდი, უფრო Afternoon Swims მივამსგავსებ მგონი, აღარც მახსოვს ახლა ზუსტად, მაგრამ Imagination-ის დუპს ნამდვილად ვერ დავარქმევდი. რახან ახლა გრილის სუნამო არ ნიშნავს, რომ ამის დუპია, შეიძლება შემქმნელებს ძალიანაც უნდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. მოკლედ არ არის ისეთი რაღაც სუნამო, რომელიცაც აუცილებლად ძალიან დიდი გამოცდილი, ასე ვთქვათ, ცხვირით ჭირდება, რომ ადამიანს მოგეწონოს, არის ძალიან ფართო მასაზე გათვლილი, არა ბიუჯეტით, არამედ ასე აღქმადობით. თითქმის ყველას მოსწონს. ძალიან, ასე ვთქვათ, გემრიელია. არის, ასე ვთქვათ, ნოტების ჩამოთვლას აზრი არ აქვს ახლა ჩემი აზრით. იმიტომ რომ დიდად პირამიდებს მე არ ვემხრობი და ამ ნოტებს კი ბატონო შეიძლება ვთქვათ, რომ არის ამბრა, რაღაც გამომშრალი ხილეს, ჩირის ნოტები, თამბაქო, ტონკას, ლობიორა, ტუბეროზა. არ აქვს. ახლა დავისხდა სასწაულებს ახდენს. არ ვიცი, ან სასწაულებს სუნამოს რაც შეუძლია ხა მოახდინოს მაგას გულისხმობ. ძალიან არ ვიცი, საოცრად გემრიელია მოკლედ. და ერთი დეტალია კიდე, რაც ბევრს გამორჩევა და ადამიანის ფსიქოლოგიისთვის ძალიან რთული აღქმადი დეტალი, ასე ვთქვათ, როდესაც სუნამოს ვისხავთ, პირველადი ნოტები, რა თქმა უნდა, პირამიდის ცხვირში გვეცემა, განვიხილავთ, ხო, ეს კარგია, ეს ცუდია, თუმცა ეს არომატი, მით უმეტეს თუ ნიშას ეხება საქმე, უფრო მერე იხსნება და აი ამას რაღაც ფსიქოლოგიურად ცოტა თეორიულად ვიცით რომ ასია, მაგრამ თითქოს ვერ ვიჯერებთ და ხანდახან მქონია ისე რომ არ აქვს მარტო ახლა სუნამოზე არ მაქვს მარტო სუნამოზე ლაპარაკი, უბრალოდ თვითონ ნებისმიერ სურნელზე გარეთაც რომ ვიყოთ ქუჩაში, მანქანის გამონაბოლქვი იქნება სახლში საჭმლის კეთებად რაღაც, მოკლედ დიდი ხანი თუ გვიწევს ერთი და იგივე სუნის შესუნთქვა და შეგრძნება, ძალიან მალე, ამ სუნს ვეღარ აღვიქოთ, მიუხედავად იმისა, რომ დგას სუნი ჩვენს გარშემო, ცხვირი ეჩვევა, რეცეპტორები ეჩვევიან და თითქოს ეს მძაფრი არომატიც კი აღარ აღიქმება. ასეა სუნამოებშიც. ძალიან იშვიათი გამონაკლისებია, თუმცა რა თქმა უნდა ყოველდღე თუ სხვადასხვა სუნამოს დავისხამთ, უფრო შედარებით ადვილად აღვიქვამთ და დიდი ხანი გავყვება ჩვენთვის პირადად, შეიძლება სუნამო 15-16 საათი გიძლებდეს და 1 საათში ვეღარ გრძნობდე, ხალხი გრძნობს, მე ზედმეტად ისხამენ ხოლმე, მაგრამ გარემოსაც რო ვიცვლით, აი სახლიდან რო გავდივართ, შეიძლება სახლში 4 საათი ვატაროთ სუნამო და გარეთ რო გავდივართ, სუფთა ჰაერი რო შეერევა უკვე
აი იქაც იგრძნობა ხოლმე, ან სითბოდან სიცივეში თუ გავდივართ ამ პირიქით, მოკლედ ეს ფაქტორიც უცვლის, ანუ ახლიდან თითქოს არ ესტარტებს და აღვიქვათ ამ სუნამოს, ამიტომაც აი ეს ახლა თავიდან პირველ საათებს და პირველ წუთებს თუ ავიღებთ სხვანაირად ჟღერდა და რამდენჯერმე რომ მინახავს 3-4 საათის მერე ცხვირში რომ ან იავი დაუბერავს ან რაღაცა შეიცვლება ან რაღაც სუნი შემოერევა და ეს ახლიდან ასე ვთქვათ, ჩართავს ამ სუნამოს, სულ სხვანაირად აღმიქვამს და ძალიან გაკვირვებული დარჩენილი ვარ, კიდე უფრო მაგარი თითქოს. აი რაღაცა უფრო დახვეწილი ხდება თითქოს დროთა განმავლობაში და ეს ძალიან სასიამოვნოა. ეხლა ამ მაქსიმუმს სამწუხაროდ ვერ აღვიქვავ, რა თქმა უნდა, ბლონდებას ვცნობ, მაგრამ აი ის სუნი კიდე მერე მოდის რა რამდენიმე საათში. ასე რომ ადამიანები ბევრი ყოფილა ახლა მოსულან დაუტესტავთ თუნდაც ჩემთან მეგობრები თითქმის სიმართლე რომ გითხრათ არავის არ მოსწონს ეს სუნამოები აქ რაც მაქვს კარგი იქნება ცუდია ისე რა არა უშავს უფრო ალბათ მაგიტომაც არის და ქვია ნიშა რომ არ არის ესე ადვილი ყველასთვის შეფასება არც თუ ადამიანი არ არის ამ სუნამოთი გატაცებული და დაინტერესებული ცოტა რთულია აღიქვა, რატომ არის ესენი კარგი და რატომ არის ალბათ მე სხვანაირი ახსნა არ მაქვს სამწუხაროდ ვერ ხვდები და სავარაუდოდ ალბათ რაღაცა დონეზე უნდა იყოს ადამიანი გარკვეული რომ მიხვდე როგორ უნდა დატესტო, რატო უნდა დატესტო, რატო ღირს ეს ფასი და აი ზუსტად ის დუპები რომელიც ამ ძვირიან სუნამოებს ემსგავსებიან თავიდან პირველ ნოტებს აკოპირებენ რაღაცი წააგვანან, მაგრამ აი საბოლოო ჯამში ან საშინელ სუნზე ჯდება, ან საერთოდ სხვა მიმართულებით მიდიან. და რა ვიცი, კი, იაფი ღირს რა თქმა უნდა. თუ რაღაცა არა ორიგინალი ფეიკის დაცმას ისე დუპები ჯობია, რაღაც ანუ კარგი სუნამოები გამოსდით, მაგრამ ანუ ორიგინალ გააჩნია ადამიანს მოკლედ, თუ ორიგინალი მოგწონს და იყიდი დუპს, მაშინ ყიდულობთ სხვა სუნამოს, რა ის ну იმ არომატს ვერ ყიდულობ სამწუხაროდ, რაც თავიდან მოგეწონა. მოკლედ ცოტა რთულის თემაა ეს ამ სუნამოს რო არ გადაუხვიოთ. ჩემი აზრით, როგორ თავიდან მოახსენე სასწაულია, აუცილებლად საყიდელი ახლა როგორ გითხრათ 550 евро ღირს მგონი საქართველოში არ ვიცი 1500-2000 ლარი ელება ვინმე სიაფათაც გქონდეთ. მინახავს სხვათა შორის ჯგუფებში რომ 700 ლარში წუდებთ ვიღაცებს. არ ვიცი ხა რამდენად სიმართლეა ვერ ვიტყვი რომ უეჭველი ფეიკი აქვს შეიძლება ვიღაცამ გააჩუქოთ, მაგრამ რაღაც ცოტა წარმოუდგენლად მიმაჩნია, მით უმეტეს საქართველოს ყვალობაზე ასე კარგ ფასში რატომ უნდა გაყიდო ადამიანმა თუ რაღაც მეცენატი არ ხარ და ადამიანის თუ ახარებ ადამიანს ადექი მაშინ აჩუქე ხო რაღაც მე ესე ვხედავ ან ხშირად უნდა აკეთებდე ან ძალიან ცნობილი რა ვიცი ბლოგერი უნდა იყო ან რაღაცა რომ ადამიანებს ესე შეგადაში ჩუქნიდე მაგრამ რამდენიმე შემხვდა იმ პიროვნებისგან დადებული ყველა ერთი და იგივე ძალიან მაგარ ფასში 700 ლარებში და რაღაც მოკლედ სასწაულ ფასებში ვერ ხვდები რანაირად, თუმცა არ ვამბობ რომ არა ორიგინალია, ყველამ თავში უნდა ეძებოს მიზეზი იყიდეს თუ არა მოკლედ ამ სუნამოს გარისკავს თუ არა. მე არ ვისკავ ხოლმე ყოველ შემთხვევაში. და ძალიან ძვირი რომ არ იყოს, ალბათ ვიტყოდი რომ ყველას უნდა ქონდეს ეს სუნამო, მაგრამ ძვირია სამწუხაროდ. არ აქვს მნიშვნელობა ხა საცხოვროს ადამიანი და რა შემოსავალი აქვს თუ ხა სასწაულად დიდი თანხები არ ტრიალებს და ბიზნესებში არ არის მაშინ არ ვიტყოდი რომ ადვილია ამის შეძენა მაგრამ როდესაც ახლა ნიშა პარფიუმერია მოგწონს და გაქვს ადამიანს პრეტენზია ასე ვთქვათ რომ გქონდეს რაღაც კოლექცია და საუკეთესო სუნამოები სავარაუდოდ ანუ ფლაკონის ესენ მორჩენილი ფლაკონი მაინც უნდა გქონდეს ადამიანს. იმიტომ რომ ერთ-ერთი ანუ კლავი კრისტიანი სასწაული ბრენდია და კლავი კრისტიანისგან ნომერ პირველი ჩემთვის ეს არის. ჰედონისტიკიც მომწონს, მაგრამ მაქვს და იმაზე ვერ ვიტყოდი რომ ესეც სასწაული და საუკეთესო მიუხედავად იმისა რომ ალუბალი ძალიან მიყვარს სუნამოებში რაღაც ჩემთვის ნეიტრალურია. კარგი, მაგრამ ანუ ვერ მაგიჟებს ყოველ შემთხვევაში. ესეთი ეფექტი არ აქვს.
მოკლედ რა ვიცი, ბევრი ვილაპარაკი მგონი და საკმარისია. ჩემი შეფასებით ძალიან მაგარი სუნამოა. ადრე სხვანაირად უყურებდი რაღაც შეფასებებს 10-დან 10 და ის ცოტა ვერიდებოდი ხოლმე, მაგრამ იმდენად კარგი სუნამოები და დროთა განმავლობაში რაც დრო გადის ერთი და იგივე დასხმა რო გინდება ადამიანს ხა წლების მანძილზე ძალიან ვითომ ბევრი მაგარი სუნამო რო გაქვს ნაყიდი და მაინც და მაინც ერთი კვირა გავა და უკვე გენატრება, აი ესეთი სუნამოა ეს და 10-დანაც ალბათ დაუწერდი ამაზე დახვეწილი, არ ვიცი. არ იქნა, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი დახვეწილი სუნამოები, ვილაპარაკებ შემდეგ ვიდეოებშიც. არ ვამბობ რომ ეს ნომერ პირველია ჩემთვის ან ნომერ მე-10, მაგრამ ამაზე დახვეწილი სუნამოები აი ძალიან იშვიათად იქმნება რა. ამაზე დახვეწილს ვამბობ რომ თუნდაც ესეთი დახვეწილი რო იყოს. არის რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი, მინიმუმ ალბათ 20-30 ჩამოვთვლი, რომელიც ამის დონეზე მომწონს და ამის დონეზე მიყვარს. კონკრეტულად რაც მე მაქვს და ვცდილობ სულ რომ მქონდეს ის სუნამოები თუ გაიყიდება და დამეცლება, მაინც ვეძებ ყოველთვის და ძებნაში ვარ რომ ვიყიდო ახლიდან და ნელ-ნელა იმ სუნამოებზეც ვისაუბრე. მოკლედ შლეიფზე და გრადობაზე დიდად არ მეყვარს ხოლმე ლაპარაკი, მაგრამ კარგ დონეზეა, არ არის სუსტი. სუსტიც რომ იყოს ჩემთვის არ არის ნაკლი, მაგრამ ეგეც ვახსენოთ თუ ვინმეს დაინტერესებს და მოკლედ ტკბილი გურმანული თამბაქოს და ამბრას არომატი კლავი კრისტიანისგან. ჩვენ კიდე რა ვიცი, ამ დღეებში აუცილებლად დავბრუნდები, ახალი ვიდეოს გადავიღებ, რომელიმე სუნამოს ამოვარჩევ. დროებით და მადლობა ყურადღებისთვის.